ვიდრე დღის მთავარ პოლიტიკურ ამბავს დაუბრუნდებით, საინტერესო ინფორმაცია თბილისის საახალწლო პროგრამის შესახებ დეტალური ცნობა გასულ კვირას მოგაწოდეთ. დღეს გავიგოთ თუ რა ხდება რეგიონებში, ჩვენი კორესპონდენტების ცნობით საახალწლო სამზადისი დასასრულს უახლოვდება. რეპორტაჟი დავიწყოთ რუსთავით. რუსთავში საახალწლო კონცერტისთვის ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მოსახლეობას ახალი წლის დადგომას 7 კაცა თიკა ჯამბურია, მერაბ სეფაშვილი, სტეფანე და სხვა ქართველი შემსრულებლები მიულოცავენ. ხვალიდან ქალაქის მთავარი მოედანი საახალწლო ღონისძიებებით მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული. მიუხედავად იმისა, რომ ღამის საათები არის, რეპეტიციებია, ხედავთ ალბათ ბავშვები ორგანდებიან, საახალწლო განწყობა არის 31-ში მთელი დღის განმავლობაში იქნება კონცერტები, ანუ დილის 11 საათიდან. საახალწლო სამზადისია ბათუმშიც, ქალაქის მთავარი ნაძვისხეწელს ევროპის მოედანზე განთავსდა. აქვე მოეწყო საახალწლო ბაზრობაც, დაიდგა ატრაქციონები ბავშვებისთვის. ბათუმელებს დღეს წინა საახალწლო განწყობას ნიაზ დიასამიძე შეუქმნის. ახალ წელს კი ნინო ქათამაძე ჯგუფ ინსაიდთან ერთად მიულოცავს. მე ძალიან მიხარია ახალი წლის მოსვლა, მარტო მე არა, მთელ მსოფლიოს ხარია. მე ყოველთვის მინდა მოედანზე გამოსვლა, რადგანაც აქ ინთება ქალაქის მთავარი ნაძვისხედი. დღეს ჩვენ სიაში წარდგება ნიაზ დიასამიძე არაჩვეულებრივი კონცერტით. ხვალ გვაქვს ჩვენ უკვე 31-ის ღონისძიება, რომელსაც ყველა ველოდებით, ნინო ქათამაძე, ინსაიდ და ნიკოლოზ რაჭველი. ბათუმის მსგავსად საზეიმო ღონისძიებები დღეიდან იწყება ქუთაისშიც, სადაც საახალწლო პროგრამა 15 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო ნაძვისხეწელს ქალაქის ძველ უბანში დაიდგა. სწორედ ქუთაისის ძველი უბნები იქნება ღონისძიებების ეპიცენტრად ქცეული. დატვირთვა ძირითადი საახალწლო ღონისძიებების მოდის მეფეთ უბანზე, ქალაქის ცენტრალურ უბანზე. გაიმართება კონცერტი 1 იანვარს. კონცერტი გაიმართება ასევე 31 დეკემბრის საღამოს 9 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. საახალწლო კონცერტი გაიმართება გორშიც, რომელიც ღამის 12 საათზე დაიწყება. გორელებს ახალ წელს ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიულოცავენ. საახალწლო ღონისძიებების შიდა ქართლში შობამდე გაგრძელდება. გარე კონცერტი ღიაცისფერ შესიქმნება თეატრის წინ. დაიწყება 10 საათზე და დასრულდება დაახლოებით ღამის 3 საათზე. ანუ მოიცავს როგორ ცნობადი სახეები იქნებიან ჩამოსული თბილისთან მოწვეულები. 8 საათზე დაიწყება საახალწლო კონცერტი კახეთში. კახელებს ახალი წლის დადგომას ქუჩის ბიჭები, თეატრალური კვარტეტი ნინი ქარსელაძე და ჯემალ სეფიაშვილი მიულოცავს. საშობაო ბაზრობაა მოწყობილი თელავის ცენტრში. სადღესასწაულო კონცერტები კახეთში 15 იანვრამდე გაგრძელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მიულოცოთ ამდენი შობა ახალი წელი. მინდა ვისურვო რომ გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში. აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო მზადება სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში. ღონისძიებები გაიმართება მხარის 7-ვე მუნიციპალიტეტში. ქუჩებში მოეწყობა სანტას მსვლელობა, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. 7-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წინა საახალწლო მზადება, მორთული არის ქალაქის ცენტრები და დაბების ცენტრები. საახალწლო კონცერტი გაიმართება ზუგდიდშიც მთავარ ნაძვისხესთან, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები და ბენდი რეგიონი მიიღებს. ყველას მინდა მოულოცო დამდეგი შობა ახალი წელი, სიკეთე, ბედნიერება, დღეგრძელობა, ხვავი და ბარაკა მინდა უსურვო თითოეულ ზუგდიდელს. საახალწლო სამზადისია ფოთშიც, ქალაქის ცენტრში მოწყობილია საშობაო სოფელი, სადაც თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები მისულ პატარებს 14 იანვრამდე დაასაჩუქრებენ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით. და ჩვენ ამით ვცდილობთ რომ გავახალისოთ ჩვენი თანაქალაქელები. რეგიონებში საახალწლო კონცერტი თბილისის მსგავსად ფოიერვერკით დასრულდება.